აზრები და ნადგურდებოდა სიწმინდეები. სემინარიაში სწავლის პერიოდში განსაკუთრებით ბერად აღკვეცის წესზე დასწრება უყვარდა. მე რომ სემინარიაში დავიწყე სწავლა, მე მქონდა სურვილი, რომ ყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი. და მინდოდა სულ პატარა სოფელში, საქართველოში ყოფილიყავი მოძღვარი. და ოცნება მქონდა, რომ მეშრომა, მიწაზე მეშრომა და სოფელში მეშრომა, როგორ შრომობს ხალხი. სტუდენტებს ჰქონდა ასეთი წესი, ეხლაც არის, რომ ყოველ დილას მივდიოდით ღირსი მამა სერგი რადონეჟელის ტაძარში და იქ თაყვანს ვწერდით. ვებულობდით ლოცვა კურსხევას. და ამანაც იმოქმედა. ამან იმოქმედა 24 წლის სტუდენტის გადაწყვეტილებაზე საეკლესიო ცხოვრებაშიც უფრო მძიმე გზა აერჩია. უკვე მეორედ მისი ოცნება სრულიად არ დაემთხვა რეალობას. ზუსტად 50 წლის წინ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ირაკლი ღუდუშაური ბერად აღიკვეცა. იმ პერიოდის ახალგაზრდებს შორის იგი პირველი მონაზონი იყო. ეს ამ უნიკალურ ვიდეო არქივშიც კარგად იკითხება. სწავლის დასრულებისთანავე მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. შესთავაზეს ლექციების წაკითხვა და საპროფესორო სტიპენდია, მაგრამ მან საპატიო კარიერაზე უარი თქვა და სამშობლოში დაბრუნდა. 1963 წელს ხელდასხმულ იქნა ბათუმ შემომქმედელ ეპისკოპოსად, შემდგომ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად. საქართველოს სამკუთხის სამწყსოს 11 წელი წინ ამძღვრობდა, როცა უკვე დაკარგულ მიწაზე ფეხი დადგა, 11 წლის ემოცია ერთად მოეძალა. ჩვენ არაფერი არ დავკარგეთ. ეს დროებით ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის. ეს იყო და დარჩება საქართველოს შემადგენლობაში. 1977 წელს გარდაიცვალა პატრიარქი დავით მეხუთე. იმავე წლის 25 დეკემბერს საპატრიარქო ტახტზე 44 წლის მეუფე ილია ავიდა. მაშინ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ეკლესია. ერთმა სასულიერო პირმა ასე თქვა, რომ პატრიარქმა ჩაიბარა სუდარა გადაფარებული ეკლესია. დილის 6 საათზე უფალთან სასაუბროდ მიდის. ასე ყოველ დღე მზეს სანთლის სხივი ასრებს. მაშინ, როდესაც ერს წინავს, მისი სულიერი წინამძღვარი ღმერთს სამწყსოს კეთილდღეობას, სამშობლოს ერთიანობასა და სიძლიერეს ავედრებს. ამ დროს დიდი მადლი მოდის, შეუცნობელი, მაგრამ ძლიერი. მაშინ, როცა სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩაიბარა, ყველაფერი სხვაგვარად იყო. პატრიარქს არ ყავდა ქართველის ტიქანოსნები, თუმცა სიონის საკურთხეველი ახალგაზრდებით მალე გაივსო. მაშინ სულიერება ეროვნულ იდეებს ერწყმოდა. საკათედრო ტაძარი ქართველი დისიდენტების თავშესაბრად იქცა. ეკლესიის ეზოში პირველი პროკლამაციები იწერებოდა. მაშინ ყველამ აიტაცა სულიერი წინამძღვრის მოწოდება, ქართველნო, ერთად ღვთისაკენ. ძალიან ხშირი შემთხვევა იყო, როცა ჩვენ გეგმავდით რაღაც
საქმის გაკეთებას, ხელისუფლება წინააღმდეგობას გვიწევდა, მაგრამ საქმე მაინც კეთდებოდა. ასე გაიხსნა სასულიერო აკადემიები, სემინარიები, სასწავლებლები. ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა. უწმინდესმა და უნეტარესმა ეს სიტყვები აღსაყდრების დღეს წარმოთქვა. უსაზღვრო მოწყალება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში აისახა. მისი მოღვაწეობის პერიოდში ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას მრავალი წმიდანი შეემატა. დამკვიდრდა ქართული ტრადიციული მრავალხმოვანი გალობა. მისი ლოცვა კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია. საუკუნეების შემდეგ კვლავ აღდგა გელათის მეცნიერებათა აკადემია. გაიზარდა სამღვდელოების რიცხვი. აღდგა და აშენდა მრავალი ეკლესია-მონასტერი, რაც სამების გრანდიოზული ტაძრით დაგვირგვინდა. პატრიარქობის პირველ წლებში ყველაზე მეტად სამწყსოში რწმენის დაბრუნებაზე ოცნებობდა. მაშინ მთელი საქართველოს შემოიარა. მრევლს ღვთის სიყვარულს უნერგავდა და ქრისტეს მცნებებს ქადაგებდა. არაერთხელ გამართა საყოველთაო ნათლობის რიტუალი. ყოველთვის იდგა იქ, სადაც ერს სჭირდებოდა. პავლე მოციქული ამბობს, სოდვილთაგან პირველი მე ვარო. მე რაღა მეთქმის. ალბათ მთელი საქართველოს ცოდვები რომ შევკრიბოთ, ეს ყველაფერი ჩემშია. და მიუხედავად ამისა, უფალი ჩვენთანაა და უფალი ახლოსაა ჩვენთან. ჩვენი ლოცვით, ჩვენი სულიერი ცხოვრებით უკავშირდებით უფალს. ეს არის ვერტიკალური ჩვენი სწრაფვა. მეორე არის სწრაფვა ხალხისადმი, ესე იგი კავშირი ხალხთან, განსაკუთრებით კავშირი გაჭირვებულ ადამიანებთან. ადამიანმა უნდა იტვირთოს სიმძიმე სხვა ადამიანის. აი ეს ჰორიზონტალური ხაზი უნდა ძალიან ძლიერი უნდა იყოს. ორივე ძლიერი უნდა იყოს. და ამ შემთხვევაში ადამიანი ასრულებს თავის მისიას. ფიქრები წარსულსა და მომავალზე არასდროს ასვენებს. ამბობს, რომ წარსულისა და აწმყო ცხელვარებით არის სავსე, თუმცა საბოლოოდ სიმშვიდე შემოდის. ასეთია მისი მელოდია და ამბობს, რომ ასეთია ცხოვრებაც.